ძალით მიმიყვანეს ფსიქიატრთან დეპრესიული შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები. ეს 5 წელიწადი როგორ გადის, იცი, აი, შენი შვილების ცხოვრებაც უშენოდ გადის, იმიტომ რომ ვეღარ იღებ მონაწილეობას, აღარც ფიზიკურად, აღარც მენტალურად. აღარ ვარ ესეთი როგორც ვიყავი. ანუ ბევრჯერ მინატრია, რომ რაღაც სერიოზული დაავადება მქონოდა, რომ გაიგოთ რეალურად რამდენად ცუდად ვიყავი. მოზარდი ბავშვი რო ყავს სახლში, ოთახს აბნელებ, რომ რაც შეიძლება გვიან გაეღვიძოს, იმიტომ რომ საუზმე არ გაქვს. მანამდე სანამ თქვენ მოგწერდით, ძალიან ბევრ კლინიკას მივწერე, აბსოლუტურად ყველგან უარს ვიღებდი. ეხა გეცოდება შენ თავი. ჩემ შვილებს უწევთ იმის გადატანა, რაც უწევთ. თაიას მივწერე, თითქოს შინაგანი მე აი ბოლო ხმაზე ყვიროდა. ეხა რაზე ოცნებობ? ჩვეულებრივ სრულფასოვან ცხოვრებაზე. დილით რო გავიდე სამსახურში და რო თქვა, რომ მათე რო დამირეკავს ან მანე რომ სამსახურში ვარ. გამარჯობა. დღეს რიგით მე-11 ეპიზოდს ვწერთ, ოდნავ განსხვავებულს. ჩემი გადაცემის ძირითადი ფორმატი არის ცნობილი ადამიანების ხშირად არც ისე მარტივი გზა წარმატებამდე. მათ მიერ მოყოლილი გულწრფელი ამბები კი ბევრისთვის მოტივაცია ხდება. თუმცა არის თემები, რომელსაც უბრალოდ გვერდს ვერ აუვლი. რამდენიმე დღის წინ ჩემი გადაცემის გვერდზე შემოვიდა წერილი, რომლის წაკითხვის შემდეგაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ ყველა დაგეგმილი გადაცემა გადამედო და რუსთავში მასთან შესახვედრად ჩამოვსულიყავი. ჩვენ არაერთხელ გვინახავს მაგალითი იმის, რომ ერთობას არაერთი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეუცვლია. როგორია მარტოხელა დედის რთული ამბავი, ამას მეც თქვენთან ერთად მოვისმენ. მე შესავალში ჩვენს მაყურებელს ვუთხარი, რომ ჩვენთან შემოვიდა შენი წერილი გამონაკლისის სახით და უშვით ის, რომ მოვსულიყავი მე შენთან, იმიტომ რომ ემოციურმა, გულწრფელმა წერილმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. მე მინდა რომ დავიწყოთ მოდი თავიდან შენი ამბითაც. სანამ რაიმე გარკვეული პრობლემები დაიწყება და შენს ცხოვრებაში, აი ეს ეტაპი როგორი იყო? მქონია ძალიან კარგი თანამდებობა და კაბინეტში მჯდარ ვარ, მაგრამ მქონია სამსახური, დალაგება თველში მიმუშავია ფიზიკურად, მქონია საკუთარი მცირე ბიზნესი და არაერთი. მარტოხელა დედები ალბათ დამეთანხმებიან, განსაკუთრებით მე მგონი ჩვენ გვაქვს გამძაფრებული ის, რომ მამა გვერდით არ ყავთ, ამაში საკუთარ დანაშაულს გრძნობ და გინდა რაღაცნაირად კომპენსირება მოახდინო იმით, რომ მაქსიმალურად არ მოაკლო ყურადღება, არ მოაკლო ის მოთხოვნილებები დაუკმაყოფილო, რაც აქვთ ბავშვებს და აი ამისთვის ვიყავი ყოველთვის, რომ და მართლაც გულახდილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ შვილებს 2021 წლამდე არ ქონიათ რამე ისეთი საჭიროება, პრობლემა, არანაირი. არც ჩემი დეფიციტი ქონდათ, ისე მქონდა დალაგებული, რომ ყოველთვის ვიყავი შვილების გვერდით, არც ფინანსური პრობლემა მქონია, არც არაფერი აბსოლუტურად და მარტოხელა დედა რამდენი ხანია რაც ხარ და როგორ დაიწყო ეს? წლების განმავლობაში ჩემს შვილებს ვყიდულობდი საჩუქრებს და ვეუბნებოდი, რომ ეს მამიკომ გამოგზავნა, იმიტომ რომ ჩემს შვილს არ ეფიქრა, რომ არ ჭირდებოდა და არ უნდოდა მამას. მიუხედავად იმის, რომ არასოდეს ჩვენ გვერდით არ მდგარა. ეს თემა დახურული გვაქვს. ანუ ჩვენ აი სამნი ვართ და კარგად ვართ. ანუ არ გქონია ის, რომ რამდენი წლისები იყვნენ ბავშვები, როცა მარტო დარჩი? ორსული ვიყავი უკვე მარტო და ორსულობა მქონდა საკმაოდ რთული პრეეკლამპსიით. 5 წლის იყო ჩემი უფროსი შვილი მაშინ და მე ორსული. ასეთი რთული ორსულობა ვიყავით მარტოები. თბილისში ნაქირავებში ვცხოვრობდით, მაგრამ გადავახეთ, დავდექით ფეხზე, იმიტომ რომ ბავშვი რო გაჩნდა არ უნახავს? ნახა 40 დღის, ერთი დღით ჩამოფრინდა, კვიპროსზე იყო, იქ მუშაობდა და საკმაოდ კარგად მუშაობს და კარგი ანაზღაურება აქვს. და არ გეხმარებოდა ეკონომიკურად? არა, დღემდე არა. სხვა ოჯახი ყავს? არა, არ ყავს სხვა ოჯახი. უბრალოდ ალბათ ყველა არ არის მამობისთვის მზად თუ არ ვიცი, ის არის ადამიანი, რომელიც უცოლო კაცის და თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობს. შენ შვილებზე მომიყევები? უფროსი მარიამი ახლა 20 წლის არის. საოცარია დაბადების წუთიდან
ძალიან ჭკვიანი და გონიერი გოგოა. 16 წლის იყო მე რომ ავად გავხდი აი ეს პრობლემები რომ დამეწყო და ის ხელის გულზე გაზრდილი ბავშვი არც დაფიქრებულა გავიდა სამუშაოდ. თან არ მითხრა, ისე უცებ მასქნა დაიწყო მუშაობა, თან სწავლობდა სკოლაში, თან მუშაობდა და აი ეს გავიდა 2 წელი და ეროვნული გამოცდების დრო რომ მოვიდა და ეს მთელი 2 წელი არ დაუსვენია. ერთადერთი მარჩენალი იყო ჩვენი და ვუთხარი რომ აპატიე მეთქი რომ არ შემიძლია რომ დაგეხმარო ან მოგამზადო. ერთხელ მის ოთახში რაღაცას ვაკეთებდი და ვნახე გადახდის ქვითარი. რომ ეროვნულებზე იყო დარეგისტრირებული. ვიფიქრე რომ ეთყობა არ უნდა რომ გული მეტკინოს და მეტყვის რომ აი დედა გავედი, უბრალოდ წელს არ გამოვიდა და მომავალ წელს გამოვა. ყოველ გამოცდაზე ხო მარტო მიდიოდა, სრულიად მარტო და რომ მოვიდოდა რაქენი მარიამ ვეტყვი. დავწერე ეს. აი გულახდილად ვამბობ და მარიამსაც ვუთხარი მაშინ რომ მეგონა რომ არ დადიოდა. გამოცდებზე უბრალოდ მე რომ დამშვიდებულიყავი, მაგიტომ მეუბნებოდა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტია. ისე ჩააბარა, რომ ერთი დღე ხო არ მომზადებულა, მარტომი არა გამოცდებზე და დღეს მარიკო არ შეუწყვეტია მუშაობა. დღეს 2 დღე კვირაში ლექციები აქვს, ისე დაალაგა რომ დილიდან საღამომდე ლექციები აქვს, 5 დღე მუშაობს. დილით რამდენჯერ ყოფილა იქ მარიამის საძინებელია და აქ რომ ჯდარვარ აი თავზე გათენდება ხო დარტში და რაღაც დილის 6 საათზე რეკავს მარიამის მაღვიძარა და ეს იმდენად მტკივნეულია და ძნელად ასატანია რომ 6 საათზე მით უმეტეს ზამთარში რომ დაადგეს პაწეწინა არის ერთი ბეწო არის გაწრეტილი და შენ აქ ზიხარ სახლში ოთახში შევდივარ და ვიმალები, რომ მარიამის გასვლის დროს ცხენია, რომ მე სახლში ვრჩები იმ სითბოში, თქვათ, და ის დგება. ღამე ხა თბილისში სანამ ჩავა, ღამით მე სანამ წამოვა, სახლში მოდის სადღაც 11 საათზე, მოწესრიგდება, იცინებს და 20 წლის გოგოს ცხოვრება არის ეს. თან სწავლობს, თან მუშაობს. ანუ 24 შვიდზე 2 დღე ლექციები აქვს, 5 დღე სამსახური. შენს პრობლემებზე მომიყევი? როდის დაიწყო, როგორ დაიწყო და რა არის? ჩემი პრობლემები 2021-ში დაიწყო. 2021 წელს მოულოდნელად დედა გარდაიცვალა და დედა იყო, არ ვიცი, ყველაფერი აბსოლუტურად ჩემთვის, იმიტომ რომ საოცარი ადამიანი იყო და დედას შემდეგ სადღაც 4 თვეში კიდევ 3 ადამიანი გარდამეცვალა, 2 დეიდაშვილი, ვისთან ერთადაც გაზრდილი ვიყავი, ძმებივით იყვნენ და დეიდა. თავიდან თითქოს ემოციური ფონი, რომ მეტყველების არევა იწყებოდა, ვგრძნობდი, რომ ვეღარ ვსაუბრობდი. მეგონა რომ ეს გამოწვეული იყო სტრესისგან, გლოვისგან, იმიტომ რომ თავს ვიკავებდი, ბავშვები სახლში იყვნენ, ვერ იტირებ, ვერ გამოხატავ იმ ყველაფერს, რასაც განიცდი რეალურად. მაგრამ მე იქ მაშინ თელავში ვცხოვრობდით, იქ მუშაობდი. ძალით მიმიყვანეს ფსიქიატრთან და დიაგნოზი იყო დეპრესიული შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები. არ მიმიქცევია ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან რთული პერიოდები მაქვს გამოვლილი და ვიფიქრე, რომ ამასაც ჩვეულებრივ გადავლახავდი, უბრალოდ ეს დრო მჭირდებოდა, რომ ეს გლოვა ცოტა ჩაწყნარებულიყო ეს ტკივილი და რაღაცნაირად მასთან ერთად ცხოვრება მესწავლა, მაგრამ გართულდა ეს ყველაფერი. გართულდა იმდენად, რომ ვიცოდი, რომ გარეთ უნდა გავსულიყავი, საერთოდ მთელი ღამე ვერ ვიძინებდი და რა თქმა უნდა მეორე დღეს 1000 ტყუილს ვიგონებდი, მიზეს ვიდებდი, რომ რაღაც მეთქვა, რომ არ გავსულიყავ და არ მივსულიყავ იქ. ბოლო 13 წელი მე თურქ ტრავმატოლოგთან ერთად ვიმუშავე საოპერაციოში, თარჯიმნად და ხა ტრავმატოლოგიურ ოპერაციაზე რო დგახარ საოპერაციოში, არაფერი და ფილმს უყურებ, ანუ ასეთ მომენტში და პორტუგალზე სწავლობს გოგო ნემსის გაკეთებას. და მე ამან გამხადა, ვიგზენი, რომ სულ დავბუშდი. ანუ იმდენად არ მესიამოვნა აი ეს. ეს იყო პირველი დეტალი, რომ ეს იყო პირველი, რომ დავეჭვდი, რომ რაღაც ვერ იყო და თვალი მოვარიდე, მაგრამ ხმა ხო მესმის და ვგრძნობ, რომ აი საერთოდ დაბუჟებული ვარ და დავრეკე მე ჩემს ფსიქიატრთან მაშინ და ვუთხარი, რომ ნინო იქიმო ესეთი სიტუაცია მაქვს და
მეთქი ამ იმის მერე რაც ჩემი სამსახურიდან გამომდინარე ესეთი დეტალი მითხრა რომ არ ქონდესო ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე იმის ილუზია რომ მაგ პროფესიაში დაბრუნდებიო ანუ სანამ ეს ყველაფერი არ გაივლის ეს ახასიათებს ამ მდგომარეობას ну თელავში დარჩენას აზრი აღარ ქონდა იმიტომ რომ ვეღარ მუშაობდი წამოვედით რუსთავში რუსთავში დაიწყო უკვე ეს მუდმივი ბინების შეცვლა იმიტომ რომ იქ ცხოვრობთ ეს 5 წელიწადი როგორ გადის იცი აი ზიხარ და თენდება და ღამდება ანუ უშენოდ შენი შვილების ცხოვრებაც უშენოდ გადის იმიტომ რომ ვეღარ იღებ მონაწილეობას ვერანაირად ვეღარ იღებ მონაწილეობას მარიამი მეტნაკლებად გადაარჩინა იმან რომ 16 წლის იყო უკვე და ძლიერიც აღმოჩნდა და მათ ეს 10 წლის იყო ეს ყველაფერი რომ მოხდა არც კი იყო 10 წლის და აი ის რთული გარდატეხის ასაკი მე ბიჭია რაღაცნაირი სხვანაირია ვერ გაუძლო მათეზე გადაიარა მარიამი დილით გადის საღამოს შემოდის და მათეს უწევს ჩემი ყურება მე რა თქმა უნდა არასოდეს არ ვამბობ რომ ცუდად ვარ მათე მიცის ხოლმე რომ დედა ცუდად ხარ რომ მეტყვეს და არა აბა ხმას რო არ იღებდება თურმე მე მივხვდი რომ ჩუმად რო ვარ საერთოდ და ხმას არ ვიღებ მათე ხვდება რომ ამ დროს თურმე ძალიან ცუდად ვარ ეხლა შენ საინტერესო დეტალი თქვი უშენოდ ეს რას ნიშნავს შენეული გაგებით ჩემეული გაგებით ნიშნავს იმას რომ ვარ სრულიად უფუნქციო და უჩემოთ იმიტომ რომ ის ეკა რომელიც იყო იმისგან აი გულახდილად შემიძლია ვთქვა არ დარჩა ალბათ 98% არაფერი 2% რაც მაქვს დარჩენილი მაინც არის ეს გონებრივი შესაძლებლობები და რაღაც რესურსი რაც მაქვს და იმიტომ რომ აღარც ფიზიკურად აღარც მენტალურად აღარ ვარ ესეთი როგორიც ვიყავი საკმაოდ ძლიერი ვიყავი ფსიქოლოგიურად ვიზუალურად აბსოლუტურად სხვანაირი ვიყავი ხა ვინც მნახავს ახლა შეიძლება საერთოდ ვერ მიცნოს იმ ხელა სხვაობაა პლუს 65 კილოგრამია და პლუს ეს შეშუპებაა და კიდევ ძალიან ბევრი რაღაც უსიამოვნო დეტალი საერთოდ ვერ გაიარე მკურნალობის კურსი ამ საერთოდ ვერ გავიარე ფსიქიკური ჯანმრთელობის სახლი არის რუსთავში იქ მივედი და აღმოჩნდა რომ მხოლოდ ფსიქიატრი არის უფასო და წამლები. ეს ახალი იყო შენთვის ეს დიაგნოზი და რა თქმა უნდა ახალი იყო, იმიტომ რომ მე ამას ვერ დაუშვებდი ხა. ანუ ისეთი ვიყავი, აი ყველა ვეფხვივით რა. არ არსებობდა ჩემს რაღაც დაბრკოლება, რასაც ვერ გავაკეთებდი. არის რამე სტიგმა საზოგადოებაში, რომელიც გიგრძნია და მიგიღია ამის შემდეგ, რაც ეს დაგემართა? დამოკიდებულება ადამიანებისგან, შენ თავ შენ უნდა შემოუწახო. და ეს არაფერი არ არის. ანუ ბევრჯერ მინატრია, რომ რაღაც სერიოზული დაავადება მქონოდა, რომ გაიგოთ რეალურად რამდენად ცუდად ვიყავი. მართლა მინატრია, გულახდილად ვამბობ, რაღაც ძალიან სერიოზული დაავადება მქონოდა, ოღონდ ეს არა. მე იმ დაავადებას უფრო გავუმკლავდებოდი, ამას ვერ გავუმკლავდი. ვერა, აი რა არის ყველაზე რთული? იცი რა, ადამიანი რო გეუბნება, აი მე არ ვიცი ეს რამდენად უნდა ითქვას და ჩემ შვილებს ბოდიშს ვუხდი ამისთვის. მოზარდი ბავშვი რო ყავს სახლში, რომელიც ჰიპოგლიკემიურია და წესით საათობრივად უნდა იკვებოს და დილით არ აღვიძებ შეგნებულად და პირიქით ოთახს აბნელებ, რომ რაც შეიძლება გვიან გაეღვიძოს, იმიტომ რომ საუზმე არ გაქვს და ამ დროს მე ვიღაც მეუბნება, რომ იცი რა, თავს უნდა შემოუძახო. ანუ ჩემთვის სხვა რა მიზეზი, ამაზე მეტი მიზეზი რა უნდა იყოს ჩემთვის, რომ მე ავდგე და გავიდე სამუშაოდ. ანუ ამაზე მეტი სტიმული, ამაზე მეტი მიზეზი ანუ არ არსებობს, მართლა არ არსებობს რა. ვერ ვმართავ ამ ფიზიკური ჯანმრთელობით რო დაწყებულიყო, ჯანმრთელობის პრობლემებით, ხო? გან ასე იყო, მქონია პრობლემები, როგორ არ მქონია 2017-ში ძალიან ავად ვიყავი და ისე გადავიარე, საერთოდ არავის გაუგია, ჩემ შვილებს დღის რუტინაც კი არ დარღვევიათ. ანუ არაფერი არ შეცვლილა. მე რო ვიყო ისეთი, რომ ან ფიზიკური სამსახურის შემშინებოდა, არა, არც მერიდება. ანუ არანაირი სამსახურზე უკან არ დამიხევია. ჩემთვის სამსახური იყო იმის, რომ მე გამეკეთებინა ის, რომ ჩემი შვილებისთვის
გამეკეთებინა ელემენტარული. მე არ ვამბობ რაღაც საოცრებებს, მაგრამ აი თქვენთან როცა რომ მოგწერეთ, ეს იყო იცით როგორი სასოწარკვეთილი გამოძახილი. მანამდე სანამ თქვენ მოგწერდით, ძალიან ბევრ ჟურნალისტს მივწერე, ძალიან ბევრ კლინიკას მივწერე, სადაც ვთხოვდი ჩვენ ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, იმიტომ რომ მე მინდა ავდგე ფეხზე. აი ამბობენ რომ მეთევზეს უნდა მისცე ანკესი და არა თევზე. ჩემ შემთხვევაშიც ასეა. მე უნდა გამოვჯანმრთელდე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და მასაც მკურნალობა ჭირდება, იმიტომ რომ ხო, კი. და თან არ ვითხოვდი ფინანსურ დახმარებას. მე ვამბობდი, რომ აი თუ ვიღაც გამოჩნდება, აი ამდენია, კალკულაციას ავიღებ ლაბორატორიიდან, კალკულაციას ავიღებ კლინიკიდან და იქ გადარეცხეთ და უბრალოდ მივალთ ჩვენ. ერთ-ერთ ახალგახსნილ კლინიკას მივწერე, სადაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს მქონე პაციენტები ყავთ. ვუთხარი რომ აი ახალი გახსნილები ხართ. აი მე იციან ჩემი ამბავი გარშემო ადამიანებმა. თქვენ აი ონლაინ კონსულტაციები მაინც ფსიქოლოგთან ან საკუთარ თავში გარკვევა ან მდგომარეობაში უარს, აბსოლუტურად ყველგან უარს ვიღებდი. იყვნენ ცნობილი ადამიანები, რომლებიც ეს ჩემი მდგომარეობის მსგავსი აქვთ გამოვლილი და ამაზე ხმამაღლა საუბრობენ და აღიარებენ, რომ რეალურად მართლა დამანგრეველია, საერთოდ უფუნქციოს ხდის. ოღონდ ამას იმ ცნობილი ადამიანებისგან განსხვავებით ჩემ შემთხვევაში დაემატა გირა, კომუნალურები, ბავშვის ჯანმრთელობა, საკვები და უბრალოდ აღარ მომცა იმის საშუალება კარებზე სხვაგან რო აკაკუნებენ, მე აქ გული ჩქარა მიცემს, ანუ ტელეფონი რო რეკავს, ესეც პრობლემა, ანუ შიშები დამეწყო. იმიტომ რომ პრობლემებზე ნერვიულობა და აი ამ ყველაფერს და ჩვენთვის სტომატოლოგია ფუფუნება. ხო ბავშვი რო გეუბნება რომ კბილი მტკივა, მე ჩემს კბილებზე აღარ ვლაპარაკობ. დახმარებას არ იღებ სახელმწიფო? არა, არ ვიღებთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვიწევს ბინის შეცვლა და სულ რომ მასკნა სანამ გადამისამართება გაკეთდება, ანუ ხშირად ვიცვლით ბინას რა და ესეც არასწორია, შეფასება ხდება კომუნალურებით, რამდენი გაქვს გადახდილი. მე იძულებული ვარ გათბობა მქონდეს სახლში ზამთარში ჩართული, იმიტომ რომ მათ ეს ჰიპოთირეოზის გამო ტემპერატურას ვერ ინარჩუნებს ორგანიზმი და მისთვის არ შეიძლება როგორც მათი დიაგნოზი მითხარი და პრობლემები მათ ეს 5 წლის ასაკში დაიწყო ანუ 5 წლის ასაკში ცუდად გამიხდა და აღმოჩნდა რომ ეს იყო ჰიპოგლიკემია, ანუ დიდ შუალედს თუ გააკეთები და კვებიდან კვებამდე შაქარი უვარდებოდა დავლა. დღესდღეობით მათ ეს ჰიპოთირეოზი აქვს, ეს TSH აქვს სადღაც 13 და აი ეს ბოლო წლები, რაც ბოლო წლების განმავლობაში რამოდენიმეჯერ დაგვაფინანსა ნინო სურგულაძის ფონდმა, ნატურის ხემ, ერთადერთები არიან, ვინც აი უთქმელად და ულაპარაკოთ, მათ ეს ანალიზები დაუფინანსა და მკურნალობა ვერ ჩაუტარა. მკურნალობა ვერ პირველი მიზეზი, რისთვისაც მკურნალობა ვერ ტარდება, არის კვება. მათ ეს აქვს ვისაც ესმის ვალგუსური ტერფი, ტრალტერფიანობასთან ერთად ძალიან მაღალია ასაკთან შედარებით, 1.90 და ცოტა მეტი და აქვს ძალიან სუსტი ფეხი. კუნთოვანი მასა არ აქვს ფეხზე და ეს ამხელა სხეული ვერ იჭერს, ანუ ამუკუზულია, კიფოზი აქვს უკვე ჩამოყალიბებული, ძალიან ამუკუზულია. რა თქმა უნდა, ეს ენდოკრინული პრობლემები პირდაპირ მოქმედებს ხასიათზე, აქვს დეპრესიული მდგომარეობა, მათ ერთხელ ყავდა მეყვანილი ფსიქოლოგთან და პირველივე აი უბრალოდ გასაუბრება იყო იქიდან რომ გამოვიდა, აი ესე იყო, აი გაიშალა ბავშვი რაღაცნაირად და აი ეს რაღაცნაირად ამოიხლა, მოზარდი ბავშვი რომ კმაყოფილი დარჩება რომ ფსიქოლოგთან იყო, წარმოიდგინეთ და იმის მერე ეს იყო ალბათ 2-3 წლის, იმის მერე სულ მთხოვს. აი რო ჩამოვარდება ლაპარაკი რაღაცაზე და მეთქი აი რა სპორტზე გინდა ან რაღაც არ მინდა არაფერი ფსიქოლოგთან მატარე. მე არ ვიცი. ბავშვს რამას გეტყვის რომ ჭირდება ფსიქოლოგი, ფსიქოლოგთან მიმეყვანე. კბილის ტკივართან, სტომატოლოგიის მომსახურება, ნუ საერთოდ ძალიან დიდი ფუფუნებაა. ის რომ ძვალსახსროვანი სისტემა საერთოდ სერიოზული პრობლემა აქვს და 5-10 წუთი ფეხზე რომ დგას, ან ზის,
აი აუტანელი ტკივილები აეწყება თუ არ წამოწვა, უჭერს ფეხზე დგომა. აი შეზღუდული აქვს რა, მოძრაობა, პირდაპირ შეიძლება ეს. სკოლაში დადის? სკოლაში დადის 1000-ში ერთხელ. და მადლობა მის დირექტორსაც და მასწავლებლებსაც ისე უწყობენ ხელს, რომ არ აგრძნობინებენ იმას, რომ არის რაღაც პრობლემა და იმიტომ რომ ჯდომა უჭირს, სკოლაში ფეხზე დგომა უჭირს. აი ყველაზე დიდი პრობლემა ეხლა ამ წუთას შენთვის რა არის? ქუჩაში გასვლა მარტოს არ შეგიძლია? არ შემიძლია. მე აი ბოდიშს ვიხდი და აი ნაგავი მაინც რო ჩავიტანო, აი სახლის უკან მეორე სართულიდან მიწევს ჩასვლა. ბევრჯერ დაბლა ჩასული უკან ამობრუნებულ ვარ. ჩემი ნაგვით უკან ამოვსულ ვარ. ან თუ ვიცი რომ უნდა წავიდე, აი მაგალითად ოჯახის ექიმთან ვიყავი, რომ მეთქი გავიგო საერთოდ არ მძინავს. და მაქვს ისეთი შფოთვა მაქვს და ისეთი კანკალი მეწყება და განა იმის მეშინია რომ ან ცუდად გავხდები გარეთ, მსგავსი არაფერი, ანუ უბრალოდ არ შემიძლია რომ გავიდე. აი რა მეწყება იცი, აი რომ გარეთ რომ გავდივარ, აი ეს ყველაფერი მანქანების მოძრაობა, ბავშვი ველოსიპედით თუ ვიღაც გამწდება, თუ რაღაც ხმაურია, ეს თითქოს უფრო მეტად ხმაურიანად მესმის. და აი რაღაცნაირად ქაოსი ცხოველს რო დააფრთხობს, ხო იცი, აი ქალაქის იმაში მოხვედრა და აი ეს არის, აი ესეთი მდგომარეობა მაქვს, თითქოს თავიდან აი მაღაზიაში რო შევიდე, მეწყება იქ რაღაც უნდა გადმომივარდეს, რაღაცას უნდა მივეხალო, ვიბნევი და ამ დროს ადამიანი, რომელიც სერიოზულ საქმეებს უძღვებოდი მართლა და რაღაცას მე საუბარს ვიწყებ რაღაც იმასთან, თქვათ მოლარესთან და ზედმეტი მომდის იმათ, რომ ძალიან გავუბავ რაღაცნაირად ბავშვურად და არა აი ესე მოკლე და კონკრეტულად არ საუბრობ, ანუ რაღაცებს ბოდიალს იწყებ რაღაცებს. ვაცნობიერებ, მე რომ გამოვდივარ, მე რომ მოვდივარ და ანუ აი მე მაქვს ჩემ თავთან რომ აი რაღაცნაირად რომ აი ეს როგორ მომივიდა, აი ეს რანაირად გავაკეთე. მე ამაზე იწყებ ნერვიულობას. მე თუ რაღაც მაქვს რომ უნებლიე მოძრაობები, ანუ ცუდად რო ხდები, სახლში შეიძლება უცებ დამემართოს და მეწყება უნებლიე მოძრაობები ხელის. აი რაღაც ცუდი რა და აღმოჩნდა რომ მე მეგონა რომ ამას ვერ მომჩნევდნენ და ესე იყო რომ მათი გამოვიდა და ანუ ესე ვიცი ხოლმე ხელის დადება და რაღაცნაირად ეს და ცუდად ხარ მეუბნება და არა მეთქი და აბა ხელს მასე რო აკეთებ ესე მეუბნება. მივხვდი რომ ესეც ამასაც ამჩნევს თურმე ბავშვი და ანუ აი ჩემი ცხოვრება გადის ელემენტარული პირადი ჰიგიენა. ეს არის რა ვიცი, სახლის დალაგება. არ შეგიძლია. არა. ეს მე ძალიან მაწუხებს. აი თრგუნავს, მაგრამ არ შემიძლია. აი არ ვიცი ეს როგორ ავხსნა. აი როდესაც ასეთი მძიმე სიტუაცია დაიწყო რეალურად ფიზიკურად აღარ შეგიძლია შენ ის რო ოჯახს აუძღვე, შვილებს დაეხმარო, შენს შვილს რომელსაც ასევე ძალიან ჭირდება ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამ დროსაც მამა არასდროს არ მოდის და არა, ხო ვამბობ. ამას წინათ ცოცხალი ჯანმრთელი ეკონომიურად ძლიერი მამა არანაირად არ გრძნობს რომ რაღაცა საერთოდ არა დღეს მათეს არასოდეს მათეს მისთვის არ მოუთხოვია არაფერი. არასოდეს და იმ დღეს ისე რომ მე არ ვიცოდი, მეძინა მათეს მიუწერია, რომ ესო ფული ჩამირიცხეო. და მათე მაღვიძებს რომ ფული გადმორიცხაო და გაანაღდეო და იცით რამდენი ჩარიცხა 11 ლარი და 76 თეთრი. 200 ლირა ანუ თურქეთშია და 11 ლარი და 76 თეთრი გამოვიდა. ეხლა გეცოდება შენი თავი? ეხლა არა. ეხლა ჩემი თავი სიძულვილი მაქვს. აი არა, რა სიძულვილი? კი, იმიტომ რომ ჩემ შვილებს უწევთ იმის გადატანა, რაც უწევთ. მაინც დამნაშავედ ვგრძნობ თავს. შეიძლება იყო გაბრაზებული, მაგრამ თავი არ შეიძულა. არა, ეს მარტო გაბრაზება არ არის. ეს ჩემი უმოქმედობის, აი უსუსურობის. ეს ხო შენი ბრალი არ არის? ჩემი ბრალი არ არის, მაგრამ ჩემმა შვილებმა რა დააშავეს.
ხო, მაგრამ შენ რა დააშავე? ამით ვერ იცი რა არის 1-2 წლის წინ რა წავიკითხე იცი ყველაზე დიდი საჩუქარი შვილისთვის რაც შეუძლია თურმე დედას გააკეთოს ეს ყოფილა სწორად შერჩეული მამა. მე მეტყინა შემდგარი დედა არის, კარგი საჩუქარი. ფაქტი ეგ არის. შუაში არ არის მამა, რომელსაც შვილი არ უნდა. ფაქტია, რომ შემდგარი დედა, როცა ყავდათ ჩემს შვილებს, შვენივრად ვიყავით. ანუ საერთოდ არ იყო იმისის, რომ ვაიმე მამა რატომ არ არის და მამა ვაიმე რატო არ ჩიე ჩვენთვის. მართალი ხარ? კი, რა თქმა უნდა. მაგაში გეთანხმებით, რომ აი საერთოდ არ ვთქვამთ ჩემს შვილებს. მაგის გამო არ ინერვიულო არც ერთი წამი. იმიტომ რომ ვერ შეურჩიე შენ წინასწარ ადამიანებმა რაღაცები რო ვიცოდით ბევრად უფრო სწორად ვიცხოვრობდით, მაგრამ იდეალური სამყაროში არაფერი არ არის. რა გაძლევს იმედს მაინც დღესდღეობით? იცი როგორ ეს არის? ამ წუთას ვარ ფსკერზე. აი ვარ სიტუაციაში აი ფსკერზე ჩასულმა რომ დაბლა უნდა ფეხი დაარტყა და ამოხვიდე. ასეთ ფსკერზე ყოფილხარ? არასოდეს. ახლა როგორ ზედაც ხარ? არასოდეს. ანუ რას ეძახი შენს ფსკერს? ვაღიარე, ვიბრძოლე. ძალიან ბევრი ადამიანი შევაწუხე. რომ მქონდა მცდელობა აი ამ მდგომარეობაში სამსახურში გასვლის. თარჯიმანი ჭირდებოდათ თბილისში და მე აი ესე პატარა ბავშვით, იმიტომ რომ გზავრობა, ტაქსიდაც არ შემიძლია მგზავრობა, ჩემი დის მულმა ესე ხელჩაკიდული აი ამ მდგომარეობაში ჩამოვიდოდით ტრანსპორტიდან გზაში, მე თავიდან ავიდოდით, ესე ჩამიყვანა ადგილამდე, სადაც უნდა მისულიყავი თბილისში. და რამოდენიმე დღე ვიარე. ოღონდ არ ვიცი. სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდა ტრანსპორტი, რამდენჯერ ჩამოვდიოდი. ბოლოს როდის იყავი პირველ სართულზე ჩასული? წეღან. ანუ წეღანადელამდე. არ ვიცი. ანუ ჩემს გამო ჩამოხვედი? კი. და კარებიდან ვერ გამოვედი. მე იქ თქვენთან დახმარება მინდოდა და ვერ მოვედი. არ ვიცი, ვინ როგორ გაიგებს ამას, მაგრამ ჩემთვის პირადად, ჩემს მდგომარეობაში, როგორც დედის ფსკერი, არის ის, რომ ვერ უზრუნველყოფ პირველად აუცილებელს. ეს არის ექიმი, ეს არის საკვები. აი მარტო ამაზე ვსაუბრობ რა. და ის რომ მე არ შემიძლია ჩემი შრომით აი ეს უზრუნველყო ჩემი შვილებისთვის. დღეს საქართველოში სამწუხარო ძალიან ბევრ ოჯახს უჭირს, ძალიან ბევრი ბავშვი ყავს ავად და ძალიან მწხვენია ჩემი პრობლემების გაღჟღერება სახალხოდ. მართლა გულახდილად ვამბობ, უბრალოდ მე როგორც დედას სხვა რამის უფლება მართლა არ მაქვს. მე ვალდებული ვარ აი ეს ბოლო შანსიც მოვსინჯო, რომ შევძლო, რომ ძველ რელსებზე გადავიყვანო ჩვენი მატარებელი და აი არაფერი ზედმეტი არ გვინდა. როგორც ცხოვრობდით, საკმარისად გქონდა. მე რა როქირით ვიყავით, არც რაღაც რა გჭირდება კონკრეტულად და ვისგან გჭირდება ეს დახმარება? პირველ რიგში კურნალობა, მათეს და ჩემი. აი თუ ვინმეს შეუძლია ან კლინიკას, ან ლაბორატორიას. მოკლედ, თუ გამოჩნდება რომელიმე კლინიკა, რომელიც მიიტანს გულთან ეკას ამბავს, გამოთქვამს სურვილს, რომ მათ მკურნალობაში დაეხმაროს, გვერდზე დაუდგეს ამ დედაშვილს, მე შეუძლიათ რომ მე მომწერონ ჩემს გვერდზე, ყოველთვის ღია ვარ ნებისმიერ ადამიანთან დიალოგისთვის და საუბრისთვის, დაგაკავშირებთ ეკასაც და ჩემი მხრიდან, ჩემი გადაცემის მხრიდან თუ იქნება საჭირო, ამ ყველაფერს აუცილებლად თუ თქვენი მზაობა და სურვილი იქნება, გავასაჯაროებ მადლიერების ნიშნად. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ჩემს მაყურებელს მინდა უთხრა, რომლის იმედიც ძალიან მაქვს მე და რომელიც მე ჩემთვის ძალიან ძვირფასია, თითოეული მაყურებელი გამომწერი იქნება თუ მომწონებელი ამა თუ იმ გადაცემის ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ ისინი ირჩევენ და ამ დიდი კონკურენციის პირობებში ახლა მე მიყურებენ.
ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ყველას და ამიტომ იმედი მაქვს რომ ადამიანები გულთან მიიტანენ შენ საჭიროებას ეკა და მე გპირდები იმას რომ ვიცი ძალიან რთულია ეს შენთვის შენს ანგარიშის ნომერს ჩვენი გადაცემის ქვეშ მე დავტოვებ და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება რომ შენის ყოფითი საჭიროებები რომელიც ახლა გაქვს ეს არის კვება თუ ელემენტარული პირობები რომ უკეთესობისკენ გაგიუმჯობესდეს მე დარწმუნებული ვარ რომ ქართველებს ეს შეგვიძლია და ბევრჯერ მიგვიცია ერთმანეთისთვის მაგალითი რომ ერთად დგომით ერთი ადამიანის ცხოვრება უკეთესი გაგვიხდია და ძალიან ამაყი ვიქნები თუ მოვახერხებ იმას და თქვათ 1 წლის შემდეგ მოვალ შენთან მე და მე მეტყვი რომ ხარ ძალიან კარგად იმიტომ რომ ჩემი მაყურებელი დაგეხმარა იმიტომ რომ რომელიღაც კლინიკამ ამ გადაცემის შემდეგ გადაწყვიტა რომ შენ დაგხმარებოდა შენ შეძელი რომ გამოჯამრთი შენ არ გინდა იმისთვის რომ უბრალოდ ფეხი ფეხზე გადაიდო და კარგად იცხოვრო შენ გინდა მე მითხარი კიდეც საუბარში პირად საუბარში ტელეფონზეც რომ შენ გინდა იყო ჯანმრთელი იმისთვის რომ იშრომო და შენი შრომით შეძლო შენი შვილების გვერდში დგომა და დახმარება და მე დარწმუნებული ვარ რომ შენ ამას მოახერხებ ჩვენ ერთად ყველა ერთად მე შენ ჩვენი მაყურებელი ამას ერთად შევძლებთ და ძალიან მინდა რომ ესე იყოს და მჯერა რომ ესე იქნება შემთხვევით ხო არაფერი არ ხდება შემთხვევით არც შენ არ მოხდი ჩემთან და არც მე ახლა შენთან ისეთი განწირული აი ძალიან თან როგორი გვიანი საათი იყო. გვიანი იყო ძალიან. ესეთი გვიან არ არსებობს. შინაურს აი მათ ნაცნობს არ შეეწოხებ და თაიას მიწერა, იმიტომ რომ აი მართლა როგორ იყო, იცი, აი უკანას კივილივით მქონდა. აი იმას რო წერდი, თითქოს შინაგანი მე აი ბოლო ხმაზე ყვიროდა. პასუხი რომ მივიღე თაიასგან, ხელები მიკანკალებდა ტელეფონს. მეთქი მართლა ჯერ რომ მიპასუხა. ასე ვიჯექი და ასე ტელეფონი მიყავა, ასე ერთი სული მქონდა, რომ ეს ჩემი მეზობელი არის, ჩემი დიდი გულშემატკივარია და იმასე, იცი მეთქი რა მოხდა, ესეთი რაღაცა. აი, მართლა არ მეჯერა, იმდენჯერ მოვუსმინე. მერე გამიჩნდა ის, რომ ნუ არ არსებობს. ამ ჩვენ ცხოვრებაში რაღაცნაირად ისე აეწყო, რომ სულ ცუდი რაღაცები ხდება, სულ ცუდი, ანუ რაღაცნაირად ვეღარ და მეთქი დავიჯერო ეს მართლა მოხდა დღესაც ესე მათ ვიყავი ჩემი მეზობელი თქო თაია არ მოგწერა ეს რაღაც პერიოდი ხო მეთქი არ არსებობს რომ არ მოვიდეს არ შემომეხმიანოს მეთქი გამორიცხულია და თან რაღაცნაირად ეჭირო გაქვს რომ დავიჯერო ეს ჩემ თავს ხდება საერთოდ ამხელა იმედი ქონდა გაქვს შენ ჩემი და მე მჯერა ძალიან დიდი იმედი მაქვს ეხა რაზე ოცნებობ ჩვეულებრივ სრულფასოვან ცხოვრებაზე. დილით რო გავიდე სამსახურში და რო თქვა, რომ მათე რო დამირეკავს ან მანე რომ სამსახურში ვარ. მინდა რომ გავიბრანჭო. კბილები გაცინების რო არ ცხენოდეს და აი არ ვიცი რაც მინდა ეს არის ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და როცა შევძლებ გარეთ გასვლას იქნებ იყოს ვინმე ვინც შეძლებს ჩემს დასაქმებას. იცი რა, როცა კარგად იქნები, აუცილებლად გამოჩნდება სამსახურიც და ის რომ შენ ესეთი მზაობა გაქვს იმის რომ გამოჯამრთელდ ელემენტარული დახმარებაც მე მგონია რომ უკვე სერიოზული პროგრესი იქნება. კი, შენი ამ ხრივ და ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან გინდა და ეს უკვე ბევრს ნიშნავს. არის ვინმე ვისთვისაც საჯაროდ რამის თქმა გინდა? კი, არიან იმ ადამიანებს ჩემი ნაცნობები გარშემო ვინც არიან. ზოგიერთი ახლობელი, ზოგი არც ისე და ჩემ შვილებს. აი ამ კამერაში ელაპარაკე. მე ვიცი რომ თქვენთვის რთული იქნება ჩემი ეს დღევანდელი გადაწყვეტილება რომ ესე საჯარო სივრცეში უნდა დაიდოს ეს სიუჟეტი ჩვენზე. მე ჩემ შვილებს ვხვდი
ბოდიშს თუ ყველაფრისთვის, რაც მათ გამოიარეს ეს წლები და იმის გამოც მე ვიცი მოერიდებათ. პატარები არიან და შეიძლება მეგობრის შერცხვეთ, შეიძლება ნაცნობის ან მაგრამ მე მინდა იცოდნენ რომ მე როგორც დედას მე ბევრი ვიფიქრე და როგორც დედას არ მქონდა სხვა გამოსავალი არ მაქვს და არც იმის უფლება არ მაქვს რომ აი ეს ბოლო შანსი არ გამომეყენებინა, არ ჩავყაუჭებოდი იმისთვის რომ ჩვენი ცხოვრება ისევ ისეთი გახდეს როგორიც იყო. ნორმალური, ადამიანური, სრულფასოვანი. მე იმედი მაქვს, რომ დღეს თუ არა, ხვალ მაინც გაიგებთ ამას და არ გამინაწყენდებით და ის ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ შვილები შევარცხვინე, ჩემი ამ მოქმედებით, ანუ ჩემი საქციელი შერცხვებად. სირცხვილი არ არის ეს? არა, მე ვიცი გადაცემაში მონაწილეობა სირცხვილი არ არის. კრიტიკა. ანუ აუცილებლად წამოვა კრიტიკა იმის რომ ეს იმიტომ რომ გაჟღერდა ესეთ რაღაც რომ ისე არაფერი ანუ ისეთ რამეს ნუ გააკეთებო რომ შენ შვილები შეარცხვინო, იგულისხმებო და ჩემი ამ მდგომარეობის, ჩვენი ამ მდგომარეობის ბაზე, ხო, გასაჯაროება და ხმამაღლა საუბარი. მეს მითხრეს იმ ადამიანებმა თქვენ გულში ჩაიხედეთ, ვინც არასწორად ჩამithვლით ამ საქციელს, თქვენ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ზურგი მოგეცათ, რომ ჩვენ ამ სიტუაციიდან გამოვსულიყავით. იმის გამო, რომ თქვენ ეს არ მოგწონთ, მე ვერ დავუშვებდი იმას, რომ ხო, ამის გამო აი ამ ფსკერზე დავრჩენილიყავით. და აი დაბლა ნიადაგი არ მომესინჯა და არ მეცადა რომ ფეხი დამერტყა და ამომეყვინთა. ამოყვინთა თქვენ სხვა კეთილი ადამიანების დახმარებით მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის ექიმების იქნება კლინიკების და ჩემი შვილები ჩვეულებრივ დაიბრუნებენ სრულფასოვან დედას, თვითონ დაიბრუნებენ ჯანმრთელობას და ჩვეულებრივი ოჯახი ვიქნებით მშრომელი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გამოჩნდება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ კი გამოჩნდება და იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გამოჩნდება კლინიკა, რომელიც ჩათვლის საჭიროდ, რომ თქვენ დაგეხმაროთ. მე მზად ვარ ჩემი მხრიდან, რაც იქნება საჭირო, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გავაშუქოთ და აქ არ დამთავრდეს ჩვენი ინტერვიუ და გაგრძელება სერიები, კარგი გაგრძელება კონდეს ამ ყველაფერს. კიდევ დაგჭირ რამე მე მთავარი სათქმელი. მადლობის მოხდა თქვენთვის. მადლობა თაია, იმიტომ რომ მე არ ვიცი ის ჩემი განწერული მესიჯი რომ უპასუხო დარჩენილიყო. არ ვიცი მე როგორ იქნებოდა, იმიტომ რომ იმ დღიდან რაც მიპასუხე, აი ბოლო მოკრებილი ძალები მქონდა. იმედის ხივი გაჩნდა. მე ეს დღეები აი ამ მოლოდინში, აი ამ რაღაც გავიარე. მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც მიხვდება რეალურად ამ სიტუაციას, ზუსტად ისე როგორც არის. იმ დედებს, მამებს, რომლებიც გაითავისებენ ამას და მიხვდებიან, რას ნიშნავს მშობლისთვის, როცა ელემენტარულს ვერ აკეთებ შენი შვილისთვის. და მადლობა ყველა თქვენგანს წინასწარ და მეც აუცილებლად ვინც დაგვეხმარებით. ხელს შეგვიწყობთ, რომ აი ეს გადარჩენისთვის ბრძოლა გამარჯვებით დავაგვირგვინოთ. ჩავაყვი, რომ ეს გადაცემა თავიდან ბოლომდე იდეა ამად ღირდა, მთლიანი ჩემ გადაცემას გულისხმობ. თუ კი მე შევძლებ იმას, რომ ჩემი გადაცემით შენი ცხოვრება უკეთესი გავხადო და პირიქით მადლობა შენ იმისთვის, რომ გაგიჩნდა ჩემი იმედი და მე ძალიან მინდა რომ ყველაფერი იყოს ისე როგორც ჩვენ ყველას გაგვხარდებოდა. მადლობა.